ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ჰორმუზის შემდეგ ჰუსიტები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სრუტის გადაკეტვით იმუქრებიან. პოლიტიკური სკანდალი გერმანიაში. ფოტოგრაფიის დაბადება ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. 56 წლის გამოცდილი პოლიტიკოსი, მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნემი. მან ბრიტანეთის მეფისგან უკვე მიიღო ქვეყნის მართვის სიგელი და საზოგადოებას მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრები წარუდგინა, რომელთა უმრავლესობა ლეიბორისტული პარტიის ძველი სახეებია. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა შაბანა მაჰმუდმა შეინარჩუნა. ფინანსთა მინისტრის პოსტი ასევე ძველი კაბინეტის წევრმა ჯონ ჰილიმ დაიკავა, რომელიც სტარმერის კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო და პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა. ჯონ ჰილის კირ სტარმერთან თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის თაობაზე ჰქონდა უთანხმოება. ახლა უკვე მისი დრო დადგა, როცა ქვეყნის ბიუჯეტის მართვის სადავეები ჩაიბარა. ბრიტანელ ხალხს ყველაზე მეტად საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პოსტზე ორი ცნობილი პოლიტიკოსის დანიშვნა გაუკვირდა. საგარეო საქმეთა მინისტრი ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერი ედ მილიბენდი გახდა, რომელიც სტარმერის კაბინეტში ენერგეტიკის მინისტრი იყო. ედ მილიბენდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დეივიდ მილიბენდის ძმაა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის კაბინეტში მსახურობდა. ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ერდროს ლეიბორისტულ პარტიას ხელმძღვანელობდა, თუმცა ძალიან წარუმატებლად. ის ასევე პრო-პალესტინური და ანტიამერიკული რიტორიკითაა ცნობილი. ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა უკვე გამოთქვეს უკმაყოფილება ედ მილიბენდის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის გამო. ახლა რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის პოსტს, მას კირ სტარმერის დიდი მოწინააღმდეგე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი უესტ სტრიტინგი დაიკავებს. ეს ის კაცია, ვინც მთელი ლეიბორისტული პარტია აუბუნდა სტარმერს და ვინძლო თანამდებობაც დააკარგვინა. ზოგადად კი ბრიტანეთის ახალი პრემიერის ენდი ბერნემის საგარეო და შიდა პოლიტიკას ძველი წახნაგებიც აქვს და ახალი მიმართულებებიც. უფრო ზუსტად, საგარეო პოლიტიკაში ენდი ბერნემი სტარმერის გზას მიჰყვება, კერძოდ ევროკავშირთან დაახლოებას, ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან და ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებასა და უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც მან განაცხადა, პირველი საგარეო ზარები სამ ლიდერთან განახორციელა: ტრამპთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ზელენსკისთან. ენდი ბერნემს საგარეო პოლიტიკაში ბევრი გამოწვევა ელოდება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გამოსწორება. უპირველეს ყოვლისა, ჩაგოსის კუნძულებთან დაკავშირებული კონფლიქტის ნეიტრალიზაცია. როგორც ცნობილია, ბრიტანეთს სურს ჩაგოსის კუნძულები მავრიკის სახელმწიფოს დაუბრუნოს. ტრამპი კი ამის წინააღმდეგია, რადგან კუნძულზე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა განლაგებული. ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დიდ ცვლილებებს აცხადებს შიდა პოლიტიკაში, კერძოდ ეკონომიკაში. ამ პოლიტიკურ მიმართულებას მან მანჩესტერიზმი უწოდა, რაც იმ რწმენას ეფუძნება, რომ ბრიტანეთის მთავარი პრობლემა მის გაბერილ ცენტრალიზაციაშია, რამაც ქვეყნის რეგიონებს ეკონომიკური ინვესტიციები და პოლიტიკური ძალაუფლება დააკარგვინა. შესაბამისად, ენდი ბერნემი ქვეყნის დეცენტრალიზაციასა და რეინდუსტრიალიზაციას აძლევს უპირატესობას. მან პირობა დადო, რომ ქვეყანას 2008 წელს დაწყებული ფინანსური კრიზისიდან გამოიყვანს და ეკონომიკის დაბალ მაჩვენებლებს ბოლოს მოუღებს, რასაც
სახელმწიფო და კერძო კაპიტალის რაციონალური გამოყენებით, ტრანსპორტის, საბინაო და ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ინვესტიციების განხორციელებით მოახერხებს. მას სურს, რომ ქალაქი მანჩესტერი ქვეყნის მეორე ცენტრი გახდეს. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ბერნემმა ნაბიჯები გადადგა ბაზრების დასამშვიდებლად, რომელიც შეშფოთებული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლის ტრასის 2022 წლის სექტემბრის ეგრეთ წოდებული მინი ბიუჯეტის გამოგონებით, რამაც ობლიგაციების მფლობელები შეაშინა გადასახადების შემცირებით მათი დაფარვის კონკრეტული გეგმის გარეშე. ახალმა პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის არსებული სესხების ლიმიტები და პირობა დადო, რომ ფისკალურ დისციპლინას განამტკიცებს და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებს შეამცირებს. მე შემიძლია ხალხს ახლავე მივცე ამოსუნთქვის საშუალება და ცხოვრების ყოველდღიური ხარჯების შემსუბუქებაში დავეხმარო. განაცხადა ბერნემმა და დაძინა, სულ მალე გავცემ პირველ განკარგულებას ჩვენს ქვეყანაში უსახლკარობისა და ქუჩაში ძილის პრობლემის დასრულების შესახებ. ბრიტანული მედიის რეაქცია კი ახალი პრემიერის ამ სიტყვებზე სულ მცირე სკეპტიკური იყო. ასე თქვეს, დაპირება ერთია და შესრულება მეორეო. მიჩნეულია, რომ სრუტეების კონტროლი გეოპოლიტიკური სიმძლავრის ტოლფასია და მართალიცაა. ზღვასა და ხმელეთს შორის გამავალი წყლის ეს ვიწრო ზოლები საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა სახელმწიფოთა ბედს, იწვევდა ომებს და ცვლიდა ძალთა ბალანსს სოფლიოში. ეს იყო დანიური ტარიფები ერესუნის სრუტეზე, გალიპოლის ბრძოლა გარდანელის სრუტეში, რუსეთის მცდელობა ბოსფორის სრუტის ხელში ჩასაგდებად, სუეცის არხის კრიზისი და სხვა. ყველა ამ ისტორიულ ამბავში ერთი მიზანი იკვეთება: სრუტეებზე კონტროლის მოპოვება, ანუ ბრძოლა საზღვაო დერეფნებისთვის. დიდი სახელმწიფოები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტებზე თავისუფალი წვდომის მოპოვებას ცდილობს. რეგიონული მოთამაშეები კი გეოგრაფიას ბერკეტად იყენებს. ამასობაში თანამედროვე ტექნოლოგიები, იქნება ეს ნაღმები თუ მილსადენები, მუდმივად ცვლის თამაშის წესებს. ამ ყველაფრის უახლესი მაგალითია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა. არ არის გამორიცხული, რომ სოფლიო ახალი კრიზისის წინაშე დადგეს. საუბარია ბაბელმანდების სრუტის დაბლოკვაზე, რომელიც წითელი ზღვის ადენის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. სრუტე ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო დერეფანია. იქ გამავალი გემების შემდეგ სუეცის არხს გაივლის. მსოფლიო ვაჭრობის 12 და კონტეინერული გადაზიდვის 30% სწორედ ამ გზას გადის დანიშნულების ადგილამდე. ბაბელმანდების სრუტის სიგრძე 109 კილომეტრია. სიგანეში კი ყველაზე ვიწრო მონაკვეთი დაახლოებით 29 კილომეტრი. სრუტის აკვატორიას ამჟამად 3 ქვეყანა აკონტროლებს: ერიტრეა და ჯიბუტი აფრიკის სანაპიროზე და იემენი არაბეთის ნახევარკუნძულზე. იემენის ჩრდილოეთ ნაწილს, მათ შორის წითელი ზღვის სანაპირო ზოლს, ჰოდეიდასა და ას-სალიფის პორტებს 2015 წლიდან ჰუსიტები აკონტროლებენ, რომლებიც შიიტური პოლიტიკური მოძრაობის ანსარ ალაჰის შეიარაღებულ დაჯგუფებას წარმოადგენენ. ამერიკა ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამწვავების კვალდაკვალ ჰუსიტები საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს ბაბელ-მანდების სრუტის ჩაკეტვით დაემუქრნენ. მანამდე დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის აეროპორტები დაბომბა. იემენი უკვე 10 წელზე მეტია სამოქალაქო ომშია ჩართული. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰუსიტებმა იემენის დედაქალაქი სანა დაიკავეს. 2015 წელს საერთაშორისო
აღიარების მქონე მთავრობის მხარდასაჭერად საუდის არაბეთის მეთაურობით სამხედრო კოალიციამ იემენის ინტერვენცია დაიწყო. ასე მიეცა დასაბამი მძაფრ დაპირისპირებას ჰუსიტებისა და საუდის არაბეთის შეიარაღებულ ძალებს შორის. ჰუსიტები ირანის მიერ მართული დაჯგუფება, ანუ ჰუსიტების ბრძოლა ირანის ბრძოლად ითვლება. ირანის ისრაელთან ან საუდის არაბეთთან ჯახში ჰუსიტები ყოველთვის იშანენ ხოლმე თავს. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ როგორ განახორციელებენ ჰუსიტები ბაბ-ელ-მანდების სრუტის საზღვაო ბლოკადას და შეიძლება თუ არა ეს იემენის სანაპიროსთან საერთაშორისო გემებზე მასშტაბური თავდასხმების განახლებას ნიშნავდეს. დაჯგუფებამ კომერციულ გემებზე თავდასხმა ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ 2023 წლის ოქტომბერში ჰამასისა და პალესტინელების სოლიდარობის ნიშნად დაიწყო. ჰუსიტებმა გემებზე თავდასხმები მხოლოდ გასული წლის ოქტომბერში შეწყვიტეს, როცა ისრაელი და ჰამასი ტრამპის ადმინისტრაციის ეგიდით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მას შემდეგ, რაც ამერიკამ და ისრაელმა ირანთან ომი დაიწყო, ჰუსიტები არაერთხელ დაიმუქრენ ბაბ-ელ-მანდების სრუტის გადაკეტვით. საუდის არაბეთის საპასუხოდ ჰუსიტებს განადგურებით დაემუქრა. ჰუსიტების მუქარას გამვლელი გემების წინააღმდეგ მკაცრი პასუხი გაეცემა, რადგან მათი საქციელი საერთაშორისო სამართლის აშკარად არღვევა და საზღვაო მეკობრეობის განმარტებას ექვემდებარება. განაცხადა საუდის არაბეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დასავლელი ექსპერტების აზრით, გაჟღერებული ურთიერთმუქარები ამერიკასა და ირანს შორის კონფლიქტს უნდა მივაწეროთ. ირანი ჰუსიტებს იყენებს როგორც ამერიკაზე ზეწოლის ინსტრუმენტს. თეირანი წითელ ზღვას ძალის საჩვენებლად, გლობალური ვაჭრობის ჩასაშლელად და რეგიონში დასავლეთის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს. ყველაფერი ეს ირანის წინააღმდეგ ამერიკის საზღვაო ბლოკადის საპასუხოდ ხდება, რამაც პენტაგონის შეფასებით ირანს მისი ნავთობის შემოსავლიდან თითქმის 5 მილიარდი დოლარი დააკარგვინა. რეალურად გადაიკეტება თუ არა ბაბ-ელ-მანდების სრუტე, ჰუსიტების მუქარამ მიზანს მაინც მიაღწია, რადგან ბევრმა სავაჭრო კომპანიამ შემოვლითი გზის მოსინჯვა და ათვისება დაიწყო. ფაქტობრივად, ბაბ-ელ-მანდების სრუტის გადაკეთვა ამერიკის კონტინენტის შემოვლას ნიშნავს. რეალურად გადაიკეტება თუ არა ბაბ-ელ-მანდების სრუტე, ჰუსიტების მუქარამ მიზანს მაინც მიაღწია, რადგან ბევრმა სავაჭრო კომპანიამ შემოვლითი გზის მოსინჯვა და ათვისება დაიწყო. ფაქტობრივად, ბაბ-ელ-მანდების სრუტის გადაკეთვა აფრიკის კონტინენტის შემოვლას ნიშნავს, რაც 4345 კილომეტრით მეტია და 15 დღით გზის გაგრძელებას უდრის. რად უნდა ლაპარაკი, რომ ეს საქონლის გადაზიდვის ხარჯებს კატასტროფულად გაზრდის. გერმანიაში პოლიტიკური სკანდალი აგორდა, რომელმაც ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსის კარიერა შეიწირა და საზოგადოებაში ფართო დისკუსია გამოიწვია. საქმე ეხება სუროგაციის გზით შვილის ყოლას. გერმანიაში სუროგაცია კანონითაა აკრძალული და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ისჯება. ამიტომ ბევრი გერმანელი წყვილი სუროგაციის გზებს საზღვარგარეთ ეძებს. სკანდალში გერმანიის მმართველი პოლიტიკური ძალის წევრი იენს შპანი გაეხვია, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია. იგი გერმანიის პარლამენტში მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერი იყო. მანამდე კი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. იენს შპანი ღია ჰომოსექსუალია და მას ოფიციალური პარტნიორი ჰყავს. როგორც გერმანიის მასმედიამ გაარკვია, წყვილმა სუროგაციის მეთოდით გაჩენილი ბავშვი იშვილა. სწორედ
ამ ფაქტმა გამოიწვია სკანდალი. საზოგადოება უკმაყოფილოა იმით, რომ შპანმა კანონის სწავლით იმოქმედა. მით უმეტეს, რომ ის წარსულში თავად აკრიტიკებდა ასეთ პრაქტიკას და ამბობდა, რომ როგორც ქრისტიანსა და გეი მამაკაცს საშვილოსნოს დაქირავების იდეის მიღება უჭირს. მან პარტიულ ხაზს დაუჭირა მხარი და გერმანიაში სუროგაციის აკრძალვის სასარგებლოდ მისცა ხმა. საზოგადოებამ შპანი ფარისევლობაში დაადანაშაულა. პოლიტიკოსები, რომლებიც სხვებისთვის ადგენენ სტანდარტებს, თავადაც ამ სტანდარტებით უნდა შეფასდნენ. თუ ნდობა დაკარგულია, გადადგომა ერთადერთი ლოგიკური შედეგია. ასე გამოეხმაურა აგორებულ სკანდალს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთი წევრი. მოგვიანებით საზოგადოების ზეწოლის გამო შპანმა ყველა თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მოითხოვა, რომლის განცხადებით ახლა ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერთან მარკუს ზოდერთან ერთად ბუნდესტაგში კონსერვატული ბლოკის ახალი საპარლამენტო ლიდერის კანდიდატურაზე მუშაობს. საზოგადოებაში სკანდალს ფართო დისკუსია მოჰყვა. ხალხის ერთი ნაწილი სუროგაციის ლეგალიზაციას ითხოვს. მეორე ნაწილი კი კიდევ უფრო გამკაცრებას. ისინი იტალიის კანონის გადაწერას ითხოვენ. იტალიაში არა მხოლოდ აკრძალულია სუროგაცია, არამედ იტალიის ის მოქალაქეს ისჯება, რომელიც საზღვარგარეთ სუროგაციის მეშვეობით აიყვანს ბავშვს. გერმანიის ფედერალურ მთავრობას ამის გაკეთება არ სურს, რადგან ფაქტების გამოძიება ძირითადად საზღვარგარეთ უნდა ჩატარდეს, რაც მნიშვნელოვან სირთულეებთანაა დაკავშირებული. ფოტოგრაფიამ, რომელიც ბერძნული სიტყვაა და შუქით ხატვას ნიშნავს, განვითარების გრძელი და საინტერესო გზა განვლო. დღეს თანამედროვე ადამიანი სრულიად წარმოუდგენელია ფოტოკამერით აღჭურვილი რაიმე მოწყობილობის გარეშე. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ამ ბუნებრივი პროცესის მიღმა კი უამრავი ადამიანის ფიქრი, იდეა, ხელმოწარვა და გამარჯვების სიხარული დგას. საუკუნეების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ შეისწავლებოდა შუქმგრძნობიარე ნივთიერებებზე სინათლის ზემოქმედება. მუშავდებოდა მათი საშუალებით გამოსახულების მიღების მეთოდები, ხდებოდა ფოტოაპარატის წინამორბედი ოპტიკური ხელსაწყოს, კამერა ობსკურას სიტყვით ბნელი სივრცის სრულყოფა. კამერა ობსკურა არის დახურული ყუთი პატარა ზომის ნახრეტით. თუ რაიმე საგანს მის ობიექტივში მოათავსებთ, მოპირდაპირე კედელზე საგნის ამოტრიალებული გამოსახულება გამოჩნდება, რაზეც არისტოტელესა და ლეონარდო და ვინჩის დროიდან დღემდე არასოდეს შეწყვეტილა მსჯელობა. მათაც იცოდნენ, როგორ მუშაობდა კამერა ობსკურა, თუმცა თავად ფოტო არასდროს გადაუღიათ. ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად 1727 წელს გერმანელმა მეცნიერმა იოჰან ჰენრი შულცემ აღმოაჩინა. 1802 წელს ინგლისელმა მხატვარმა და კერამისტმა უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი. დარგში მთავარი გარღვევა 1816 წელს მოხდა, როცა ფრანგმა გამომგონებელმა ჟოზეფ ნისეფორ ნიეპსმა ფოტოგრაფიული გამოსახულების მიღებაზე მუშაობა დაიწყო. ფოტოების შესაქმნელად ის ვერცხლის ფირფიტებს ბიტუმთან და ლავანდის ზეთთან ერთად იყენებდა. პროცესს მან ჰელიოგრაფია უწოდა, რაც ბერძნულად მზით წერას ნიშნავს. ჟოზეფ ნიეპსმა პირველი ფიქსირებული გამოსახულება 1822 წელს მიიღო. ეს იყო რომის პაპის პიუს მე-7-ის გრავიურის ფოტო, რომელიც ჩვენამდე არ არის შემორჩენილი. 1826 წელს ნიეპსმა ჰელიოგრაფიული ფოტო შექმნა, სახელად
ხედი ფანჯრიდან ლეგრასში, რომელიც ჰელიოგრაფიის ჩვენს დრომდე შემორჩენილი პირველი ნიმუშია. ამ უძველესი ფოტოს გადაღებას 8 საათი დაჭირდა. ექსპერიმენტის გასაგრძელებლად ნიეფსმა ვერ შეძლო დაფინანსების მიღება ვერც მთავრობისგან და ვერც სამეცნიერო ორგანიზაციებისგან. ამ საქმეში საკუთარი ფინანსების ჩადებამ კი მისი ოჯახი უსახსროდ დატოვა. ამიტომ 1829 წელს გადაწყვიტა ინოვაციები დაინტერესებულ რამდენიმე კაციან ჯგუფს შეერთებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი ლუი დაგერი იყო. ნიეფსი იმედოვნებდა, რომ ეს კავშირი მისი გამოგონებისთვის ფინანსების მოძიებაში დაეხმარებოდა, მაგრამ ის მალე გარდაიცვალა და ყველაფერი დაგერის ხელში აღმოჩნდა. მან ფოტოგრაფირების ახალი ხერხი დაგეროტიპია შეიმუშავა, რომელშიც გაპრიალებული ვერცხლის ფირფიტები გამოიყენებოდა. გადაღების ობიექტი 30-40 წუთის განმავლობაში უძრავად უნდა მდგარიყო. რის შემდეგ ვერცხლის ფირფიტა ვერცხლის წყლის ორთქლით მუშავდებოდა. 1829 წლის 7 იანვარს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე ფრანგმა ფიზიკოსმა ფრანსუა არაგომ საზოგადოებას ნიეფსის და დაგერის გამოგონებათა ამბავი აუწყა. ეს დღე ფოტოგრაფიის დაბადების თარიღად ითვლება. ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპი იყო კამერა ობსკურადან ფოტოგრაფიულ აპარატზე გადასვლა, რომელსაც საგანგებოდ გაანგარიშებული ობიექტივი ჰქონდა და რომელიც 1840 წელს უნგრელმა მეცნიერმა პეცვალმა შექმნა. ამის შემდეგ ფოტოხელოვნება მთელ მსოფლიოს მოედო და ფოტოგრაფია შეუჩერებლად განვითარდა. შოტლანდიელმა ფიზიკოსმა ჯეიმს კლარკ მაქსველმა, რომელიც ელექტრომაგნიტური თეორიის განვითარებითაა ცნობილი, 1861 წელს პირველი ფერადი ფოტო წარუდგინა საზოგადოებას. შალის ლენტის გამოსახულება რომ მიეღო, მან 3-ჯერ გადაიღო ფოტო წითელი ლურჯი და ყვითელი ფილტრების გამოყენებით და შემდეგ ისინი გააერთიანა. მოძრავი საგნის პირველი ფოტო 1872 წელს ინგლისელმა ფოტოგრაფმა ედვარდ მაიბრიჯმა გადაიღო. 1877 წელს დიუკო დიორონმა პირველი ფერადი პანორამული ფოტოსურათი არჟენის პანორამა გადაიღო. ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ალექსანდრ როინაშვილმა ითამაშა. ის იყო პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა. 1899 წლებში მან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურა და გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად უაღრესად საინტერესო მასალა გადაიღო. მისი შემოქმედების ძირითად თემას ქართველი ერის ცხოვრება წარმოადგენდა. ამ ხრივაც ფასდაუდებელია მისი ღვაწლი. ფოტოგრაფიული ოპტიკის განვითარების მომდევნო ხანაში ობიექტივის თვისებებისა და ფოტოაპარატის სრულყოფა, მისი ზომებისა და მასის შემცირება, მისი გამოყენების შესაძლებლობების გაფართოება მიმდინარეობდა. 1884 წელს ამერიკელმა ჯორჯ ისტმენმა პირველი რულონი ფოტოფილი დააპატენტა. მანვე შექმნა საწარმო ისტმენ კოდაკი, რომელმაც 1888 წელს პატარა ფოტობოქსი კამერა შექმნა. პირველი სერიული პორტატული კამერა 1925 წელს გერმანულმა კომპანიამ ლეიკა კამერამ გამოუშვა. ფოტოგრაფიის განვითარება პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა მოდისა და მოდის ჟურნალების განვითარებასთან. 1911 წელს ამერიკელმა ფოტოგრაფმა ედვარდ სტაიჰენმა მოდელიორის პოლ პუარეს ნამუშევრები გადაიღო და გამოაქვეყნა. სწორედ მაშინ გაჩნდა ფოტომოდა. 1926 წელს ჟურნალ National Geographic-ის ფოტოგრაფმა ჩარლზ მარტინმა და ბოტანიკოსმა უილიამ ლონგლეიმ პირველი ფერადი ფოტო გადაიღეს წყალქვეშ, ფლორიდაში, რომელზეც კუზიანი თევზია ასახული. 1940-იან წლებში ასპარეზზე ამერიკელი არტისტი, ფოტოგრაფი და მხატვარი სოლ ლეიტერი გამოჩნდა.
რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფერადი ფოტოგრაფიის ხელოვნებაში. 1948 წელს კომპანია Polaroid-მა ფოტოგრაფიაში რევოლუცია მოახდინა. მან მომენტალური ფოტოგადაღებისა და ბეჭდვის ფოტოაპარატი გამოიგონა. პირველი ციფრული ფოტო კი 1957 წელს გადაიღეს. ეს იყო კვადრატული ფორმის ფოტოფირის მსგავსი ციფრული გამოსახულება, რომელმაც Instagram-ს ჩაუყარა საფუძველი. 21 საუკუნე კი სრულიად დაიპყრო ციფრულმა ფოტოგრაფიამ. რას გვიმზადებს დრო ადამიანური მოღვაწეობის ამ დარგის განვითარებაში, ჯერჯერობით კაფიოდ გამოკვეთილი არაა. დღეს ასე დავასრულებ, მადლობა ყურადღებისთვის, მე ნუგზარ რუხაძე ვარ და ჩვენი წლევანდელი სატელევიზიო სეზონის ბოლო გადაცემაა. სექტემბრამდე გემშვიდობებით და ზაფხულის მშვიდად და ბედნიერად გატარებას გისურვებთ. ნახვამდის.